ასევე წარმოგიდგენთ ის განაპირობა სამართალ საქმეებმა გააგრძელოს სწორედ სპეციალიზირებულმა დეპარტამენტმა. დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ვინაიდან ამ დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ძალიან დიდი ინტერესით ელოდა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი საქმე იქნა გამოძიებული საქართველოს პროკურატურის მიერ. ძალიან ბევრ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, ეს იქნება ქონებრივი უფლებები თუ სხვა სახის უფლებები, რომელიც დარღვეული იქნა წინა ხელისუფლების დროს. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მაღალი არის ინტერესი და მოლოდინი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა უკვე, მაგრამ რა თქმა უნდა არის დარჩენილი უამრავი საქმე გამოსაძიებელი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდით, როცა მოვედით ხელისუფლებაში. და სწორედ 2 წლის წინ ბატონ მიზნე ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ დავიწყეთ საქმეების დახარისხება, კერძოდ საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო ათასობით განაცხადის შესწავლა, მათ სისტემატიზაცია. რა თქმა უნდა, პროცესში მონაწილეობას ღებულობდა ეკონომიკის სამინისტრო და ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებული იყო ამ საქმეების ასე ვთქვათ შესწავლაში. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მართლაც არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა ამ მიმართულებით. და დღეს უკვე გვაქვს ახალი სტრუქტურა მთავარ პროკურატურაში და გვაქვს ასე ვთქვათ შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც სწორედ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს მოემსახურება. 2 წელზე მეტი დრო არის გასული მას შემდეგ, რაც ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. ბევრ ჩვენ მოქალაქეს, როგორც გვაღვნიშნე, აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ ამის მიუხედავად, ძვირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება. და იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს. და პასუხი არ მოიკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა. და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს, რაც გვაწუხებს ჩვენ ყველას ერთად. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ღირსების საქმე. ამის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, სამართლებრივი და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება. რის ამბიცია ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი. ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა, უკანონოდ უსასტიკეს, შეურაცხყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს. დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს. გვაქვს უამრავი დოკუმენტი. არსებობს მტკიცებულებები თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშტორებისთვის, მათი ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300,000 ადამიანი. 300,000 საქართველოს მოქალაქე. 4,5 მილიონიან საქართველოში, ეს არის უზარმაზარი ციფრი. ამას რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს რა თქმა უნდა მორალზე და ადამიანობაზე. არავის გეგონოს, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ამ ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალღონეს არ ვიშურებით. პირიქით. ჩვენ კარგად გვესმის ყველას, თითოეულ ჩვენგანს. ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც ამ ადამიანების წინაშე გვაკისრია.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ შეისწავლა, როგორც გვაღვნიშნე, ათასობით ასეთი საქმე. მოგხსენებათ, რომ დაკავებულნი არიან და აღზრულია საქმე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ მიმართ ვიზის საქმიანობასაც უკავშირდებოდა წლების განმავლობაში გამეფებული უკანონობა, უსამართლობა, ადამიანთა დაჩაგვრისა და ღირსების შელახვის ფაქტები. თვითფასო მეგობრებო, ჩვენი მოქალაქეების და არღვეული უფლებების აღდგენას რა თქმა უნდა თავის წესი და რიგი აქვს. ამას სჭირდება დრო. და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს. ჩვენ ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. სამართლიანობის ადგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც სრულიად დაუშვებელია. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვიჩქარებდით, ყველა პროცესი სჭირდებოდა ძალიან კარგი გაანალიზება, გააზრება და გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს დანაშაულები დაგეგმა, ვინც იყვნენ ინიციატორები და ორგანიზატორები ამ დანაშაულებისთვის. და ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა ხელისუფლებისთვის ამ ქვეყანაში. რომ საქართველოში დამნაშავე დაუშელი არ დარჩება. ვინც არ უნდა იყოს ის. და ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ასევე მსჯელობთ და ალბათ კიდევ გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საშუალო და ქვედარგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც შესაძლოა გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არ აქვს ჩადენილი ციხის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ მთავარ აქცენტს ალბათ გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორზე და ორგანიზატორზე. როგორც მოახსენეთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა უკვე სამართალდამოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. აღნიშნულ დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი. ეს არის სახელმწიფოს მიერ ქონებების უკანონოდ ჩამორთმევის და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელი მოპყრობა. ასევე შესწავლილი იქნება ციხეებში ჩადენილი დანაშაულებები, სხვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს პროკურატურა განახორციელებს შესაბამის ციხის სამართლებრივ დევნას და მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. მე მივესალმები, რომ ასეთ საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც დაზარალებულ პირებს მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაუწევენ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებში. და ბოლოს, მე გამოვთქვა იმეც, რომ პროკურატურის შექმნილი ახალი სტრუქტურა თავს გაართმევს ამ მეტად ურთულეს ამოცანას და რამდენადაც შესაძლებელია მოკლე ვადაში, რა თქმა უნდა, გონივრულ ვადაში, კვალიფიციურად გამოიძიებს და პასუხს გაცემს ყველა იმ კითხვას, რომლებიც აღელვებთ როგორც კონკრეტულ დაზარალებულ პირებს, ისე მთელს ჩვენ საზოგადოებას. მე მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ დეპარტამენტს და მთლიანად საქართველოს პროკურატურას, მის ხელმძღვანელობას. თქვენ ძალიან ეფექტურ საქმიანობას ეწევით. მე მინდა თითოეულ თქვენს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მე ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მათგანს კარგად აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გეკისრებათ თქვენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მე მჯერა, რომ ჩვენ ამით კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ სამართლებრივი სახელმწიფოსკენ, რომელშიც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ განცდა და გარანტია იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო
იცავს მათ უფლებებს, იცავს მათ ღირსებას, საკუთრებას და უსაფრთხოებას.